2026 წლის პირველი BMG Drive იქოქება, ბაჩო მებურიშვილი იქნება ჩვენი მეკლე და პირველი სტუმარი 2026-ში. პროდიუსერი, მარკეტერი, კრეატიული დირექტორი, რომელმაც ფორსაჟი მოაწყო თბილისის ქუჩებში და უამრავი სხვა პროექტის ავტორია. ერთი ექსკლუზიური ინფორმაციაც გვექნება გადაცემაში, ასე რომ დაელოდეთ. MGZS არის ჩვენი მასპინძელი სივრცე დღევანდელ გადაცემაში და ნახოთ როგორ გაართმევს თავს ეს ბრენდი BMG Drives, ბაჩოს რამდენიმე წამში მოგითხოთ. გამარჯობა ბაჩო. ჩვენიერი ამენტი დაგვიტყვა. კი, კარგი ამენტი დაგვემთხვა და ბაჩო არის ადამიანი, რომელმაც თბილისის ქუჩებში ფორსაჟი მოაწყო. აქ 7 მოძრაობა გვაქვს. მაგრამ დრაივი არ დაგვეკლდება. კი. ერთი მოძრაობა ვერ იქნება. თუმცა არის დღეები ქალაქის ქუჩებში, რომ არ ჩამოუღოთ. ეგეთი მოძრაობის გარეშე ვერ გაივლი. მე მაქვს დაბეჭდილება და ახკმა, რომ ფორსაჟმა კარგად ჩაიარა, მაგრამ ის გამოხმაურებას არ ვიძახი. ის შედეგი ვერ დატოვა განვითარების შემდგომი. ანუ მე მაქვს ეს განცდა თუ რეალურად ასე მოხდა. რეალურად ასე მოხდა, იმიტომ რომ აი წარმოიდგინე ფორსაჟმა გამოსვლა ვერ მოასწრო. ნუ ფორსაჟს ვეძახით რუსულად, მაგრამ Fast and Furious-მა. ვერ მოასწრო გამოსვლა, როცა დაიწყო კორონა. ან ჩვენ პრემიერა გადაიდო კიდევაც. კი, გადაიდო. ხო, გადაიდო და ნუ შემდეგ როცა ასე თუ ისე რაღაცა დასტაბილურდა სიტუაცია, შემდეგ იყო პრემიერა. მაგრამ კოვიდის პერიოდში იყო პრემიერა და რეალურად აი მაგიტომაც ვერ ვნახეთ შედეგი. თუმცა როდესაც მორჩა კორონა, მაშინვე დაიგანახლა რა მოლაპარაკებები. და წარმოიდგინე ჩამოსული იყვნენ მარველი გადავიღეთ ეხა საზოგადოება იყო ჩამოსული. მარველი ეხა გადავიღეთ, მაგას მე ვიტყვი. მარველი საზოგადოება იყო ჩამოსული, ლოკაციის მენეჯერიც იყო ჩამოსული და კონკრეტული ადგილებით შეირჩა. ეს კორონამდე მე გაჩერდა. მე გავაგზავნეთ მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიებთან და 7 თვის განმავლობაში პარალელურად სხვა პროექტებთან ერთად მუშაობდით HBO-s პროექტზე. და ეს HBO-s პროექტი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რაც HBO აპირებდა. იღებდნენ ერთ არც ალბათ შემიძლია თქვა JJ Abrams-თან ერთად. და ეს პროექტი დამტკიცდა. ანუ ჩვენ ყველა ლოკაცია შევათანხმეთ, თვითონ JJ Abrams იყო ჩართული ამაში, მთავარი მხატვარი იყო ჩამოსული, მთავარი პროდიუსერი იყო ჩამოსული და ეს პროექტი შეთანხმდა, დამტკიცდა. და ეს არ იყო მაგალითად Fast and Furious იყო ერთთვიანი პროექტი, ერთთვიანი გადაღება იყო საქართველოში და ეს პროექტი იყო ერთწლიანი. ანუ ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაგვეღო საქართველოში HBO-s, როგორც თვითონ ამბობენ, აი მასშტაბი ესე რაღაც ესეთ პირად საუბრებში, აი მასშტაბი რო წარმოიდგინოთ, ეს არის ჩვენთვის ახალი Game of Thrones-ი, რა ჩვენ ამაზე ვდებთ ფსონსო რა. მაგრამ რა მოხდა? ომი დაიწყო. უკრაინაში. 22 სამბები. ხო, ომი დაიწყო უკრაინაში, უნებრივია შეჩერდა ეგ პროცესი. მოხდა ესეთი ორი ბოლო პერიოდში ორი ძალიან კარგი გამონაკლისი. ფაქტობრივად მე მგონი პირველად ვიძახი ამას, არ ვიძახდი და ეგეთ დიდ პროექტებზე არ ჯობია რომ არ ელაპარაკო ხოლმე, მაგრამ სანამ არ დამთავრდება. მოკლედ ამ დაზღვევის და სხვა ტიპის პრობლემები რომ იყო, ქონდა მოლაპარაკებები Marvel-თან, ახალ პროექტზე და Disney-სთან, ერთად Disney-სთან Marvel-თან. იყო პატარა პროექტი, მაგრამ ამ მნიშვნელობა არ აქვს, ότι სტუდიასთან გაქვს საქმე. არ აქვს აზომას. მნიშვნელობა ყველა პროცედურას გადიხარ რა, ყველაფერს ამოწმებენ, შენი გახ ტესტებს გადიხარ და ასე შემდეგ რა. და მოკლედ ეს ყველა ტესტი გავიარეთ Disney-სთან და Marvel-თან და ეს პროექტი გადავიღეთ. რა გადავიღეთ მაგრამ? არ შემიძლია თქვა ფილმი. მაგრამ აი ხა გამოდის. Doomsday ხო გადავიღეთ? არ შემიძლია რომ თქვა ფილმი. 26-ში გამოდის? კი. შემოდგომაზე. კი. და აღონთ არაფერი განსაკუთრებული ჩვენ. ხო, მაგრამ რა მნიშვნელობა? ჩვენ გადავიღეთ რამდენიმე სცენისთვის პლეიტები, ანუ საქართველოში აქ ვქენით თუ საქართველოში აქ ვქენით ხაზბეგში.
ძირითადად იყო ვერტფრენის გადაღება, ანუ შემდეგ იქ რაღაც გრაფიკულად ჩაშენდება რაღაცა გარკვეული სივრცეები რა. მიღმა იმისა, რომ არ იყო თქვათ დიდი ეს პროექტი. რას ნიშნავს მე ეს მაინც ქვეყნის ინდუსტრიისთვის? ხო არის მნიშვნელოვანი, რომ ეს მინდა გამართო. ძალიან მნიშვნელოვანი არის, აი ესე რომ წარმოვიდგინოთ 2019 წლის შემდეგ, გავიდა ფაქტიურად ახლა მე-6 წელი მიდის, ხო? არ ყოფილა დიდი სტუდია ჩამოსული საქართველოში, მოლაპარაკებები იყო ბევრი, მაგრამ არ იყო ჩამოსული სწორედ ამ სხვადასხვა მიზეზების გამო. ანუ ეხლა ეს რაღაცა ახალი პრეცედენტია და იქვე ეგრე ხდება ხო ყველა ბიზნესში, რომ რაღაც პირადი შეხება როგორ თუნდაც პატარა, იქ კიდე რაღაც სხვა ახალი მიზნები ისახება ხოლმე და უკვე რაღაცა სხვა კონკრეტულ პროექტებზეც ვილაპარაკეთ რა და დაიძრას რაღაცა აუცილებლად დაიძრება, ну აი თუ ჩვენ გარშემო ეს რაღაც იგიჟე დამთავრდება რა. კარგი, მე მგონი შუქნიშანს მოვადე კითხვებს და შუქნიშნის ბლიცი გავაკეთოთ. წითელი არის არა, ყვითელი არის ვფიქრობ და მწვანე არის ერთმნიშვნელოვანი კი. ბაჭო, სარეკლამო რგოლი ემოციის გარეშე, მხოლოდ ინფორმაციისთვის. აქვს აზრი? ყვითელი. შეიძლება თუ არა ცუდი პროდუქტი კარგმა მარკეტინგმა დიდხანს გაყიდოს. მწვანე. სოციალური მედია ტელევიზიას საბოლოოდ ჩაანაცვლებს? მწვანე. კლიენტი ყოველთვის მართალია? წითელი. საქართველოში ბიზნეს განათლება გადაფასებულია? ყვითელი ალბათ. პოლიტიკური მარკეტინგი იმუშავებდია მიმართულებით? წითელი. კრეატივი უფრო მნიშვნელოვანია თუ სტრატეგია? ყვითელი. მარკეტინგი манипуляციაა? ყვითელი. კარგი, ამ ბოლო კითხვას გავაგზავნე. და პრინციპში რაღაცნაირად კორელაციაშია იმ კითხვასთან, რომ ცუდი პროდუქტი დიდხანს შეგვიძლია თუ არა კარგი მარკეტინგით გაყიდო. ეს დიდხანს რამდენია? და манипуляცია როდის არის მარკეტინგი? იცი რა არის როდის არის მარკეტინგი манипуляცია? იცი რა манипуляცია კარგი გაგებით ისეთი თუ კარგი გაგებით ანუ შეიძლება კარგი გაგებითაც თქვა და ცუდი გაგებითაც ანუ მაგრამ манипуляცია ალბათ ყოველთვის არის. შესაძლოა ჩვენ ხა ეს ხო არ არის რაღაც არ ვიცი მარკეტინგი არ არის რაღაც არ ვიცი დოკუმენტური ფილმების манипуляცია არის ავტორების მიერ ხო ანუ ეს არის რაღაცა გარკვეული სუბიექტური ხო და კონკრეტული ერთი სუბიექტის მიერ რაღაცა გააზრებული რაღაც პროდუქტი არის ხო მარკეტინგიც ასეთი არის ხო ხა საკუთარ მინუსებზე არც ერთი პროდუქტი არ ლაპარაკობს ან თუ ლაპარაკობს საკუთარ პროდუქტზე ისიც გარკვეული მარკეტინგული манипуляციაა რომ რაღაც მომხმარებლის თვალში კარგი გამოდგე. არსებობენ ალბათ რაღაც უფრო მეტად გულწრფელი ბრენდები და ნაკლებად გულწრფელი ბრენდები. ხანდახან მომხმარებლისთვის ის ნაკლებად გულწრფელი ბრენდებიც მისაღებია ხოლმე რა. ანუ ალბათ მომხმარებელზე არის დამოკიდებული. ანუ აქ ნაკლებად გულწრფელობა ის არ არის რომ ვიღაცას რაღაცას ატყუებ, ხო? ანუ აქ არის რომ ნუ ეგეთი ოდნავ შენი კუთხით აჩვენებ იმ რეალობას, რომელიც არის. უნებრივია აქ არ ვსაუბრობთ რაღაცაზე, როცა რაღაცა უნდა მოწამლო, ან რაღაცა შენი პროდუქტი რაღაცა მავნებელია ადამიანებისთვის ზოგადად და შენ ცდილობ რომ რაღაცა მავნებელი პროდუქტი მიყიდო. არა. მაგრამ ალბათ ბევრი პროდუქტია ისეთი, რომელიც თლად იდეალური არ არის ჯანმრთელობისთვის, ხო? მაგრამ ნუ მაინც ჩვენ იმის ემოციურ ღირებულებას აი წყალია იდეალური ჯანმრთელობის შეგვიძლია მიყიდო. აუ, წყალს დავლებდი საკმაოდ. 0% ბრომატით. აი, როგორ ჩავსვი ხა? ჩვენი სანიშნავად. კი. სწორად მიჭირავს. კი, კაცო. ნებისმიერი კუთხით წყალი მთის იცნობ. MG-ს ბრენდს რამდენად იცნობ? კი, ვიცნობ. კი. ესე. ესე რა ზოგადად როცა ერკვევი რა რაღაც ახალ რაღაცებში კარგად ესე რა თქვა რომ იდეალურად არა, მაგრამ ასე თუ ისე ვიცნობ. საინტერესო არის ზოგადად რა. ხო. ეს ბრიტანული ბრენდია. მეც იცი რა ქართულ ბაზარზე როცა არ პოზიციონირებ და ცოტა ნაკლები ინტერესი მქონდა, მაგრამ მე ვნახე რომ ისეთი ისტორიული ბრენდია, საკმაოდ დიდი ისტორია აქვს სპორტკარების მიმართულებით. დიდი ხანია არ მართავ ჯერ მანქანას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მართვა სიამოვნებას მაიჭებს. ხო, იცი რა. კი, ხო, ეხლა მაგას იმაშვებოდი რა, ვაკვირდებოდი რომ რაღაც ამ კომფორტს და სირბილეს, რაცა ჩემთვის აი ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის ხოლმე რა მანქანაში.
ხმის იზოლაცია რაღაცა ცოტა ისიც სირბილე იყოს და გაფრთხილების სისტემა აქ მე მგონი გასათიშისა. იმიტომ რომ ეს თანამედროვე ტექნოლოგიები ხანდახან შეიძლება იყოს შემაწუხებელი. ბაჩო დავაბრუნეთ სამსახურში, მე მგონი MG კარგად გაუმკლავდა BMG Drive-ის სივრცეთ ყოფნას, წარმატებები Enkeni Films და წარმატებები ახალ ბრენდ საქართველოში, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ თავის დამკვიდრებას მოახერხებს.